დავბრუნდით და როგორ დავაანონსეთ ალბატონებო მოემზადეთ. დღეს უნდა ვისაუბროთ ძალიან საინტერესო თემაზე 40+. როგორც ამბობენ 40 თუ გადავწდი უკვე რა მნიშვნელობა აქვს რამდენი წლისავაა და არ არის თქვათ ეგრე, მაგრამ 40+ ქალბატონებმა როგორ უნდა მოუვაროთ სახის კანს, რა პროცედურები უნდა ჩავიტაროთ და რაში არ ღირს თანხის გადახდა. იმიტომ რომ აზრი არ აქვს. როგორც ამბობენ. მოდი ეს ყველაფერი გავიგოთ. ინექციები რა დროს დაგვიანებული არის თუ არა, გაკეთება დაუშვათ 40+ ადამიანმა თუ გადაწყვიტა და მოკლედ ყველაფერი უნდა გავარკვიოთ საოცარი ექიმისგან. ექიმი, ინექციონისტი. ინექციონისტი, მაგრამ ჯერ იმას ვიტყვი, რომ ჯერ რო შეხვალა მექიმთან თვითონ ულამაზესი, ჟუჟნათვალებით, სიმპათიური უკვე თვითონ გადაგიჭიმება სახე და შეფერილი არ დაგჭირდეს. და ამიტომ მოდი გავიგოთ ამ შენ ვისაც წარადგენ და დოქტორ ზაზა ანდრიაშვილი. ბატონი ზაზასგან თუ როგორ უნდა მოუვაროთ თავს 40+ ასაკში და რაში ღირს ფულის გადახდა და რაში არა. აი დაგინახეთ და რა ინექციურ პროცედურებში ასე ვთქვათ. აი უკვე დაგინახეთ და სახე გადამეჭირდა. შემომჩნია. გადაჭიმული გაქვს უკვე კანი. დაბრძანდით ბატონო ზაზა. დიდი მადლობა სტუმრობისთვის. ვესალმებით თქვენს ტელემაყურებლებსაც, რა თქმა უნდა. როგორ ბრძანდებით? როგორ ბრძანდებით? ჩვენს კარგად ახლა ნატუკა რახან გადაჭიმული სახით მიდის უკვე კარგად. ძალიან კარგი. ბატონ ზაზა, თემა რომელიც დავაანონსეთ, ქალბატონები 40+. აი ამ ასაკში თუ იწყებ ასე ვთქვათ, ინექციებით თავის მოვლას ან რაღაცნაირად იმ ნაოჭების გაქრობას. ზოგადად კოსმეტოლოგიაში 40 წელი უკვე ცოტა დაგვიანებულად ითვლება, ამიტომ უმჯობესი არის ხოლმე 30 წლის ასაკიდან უკვე დაიწყონ ქალბატონებმა მოვლა ესე რომ ვთქვათ, სამწუხაროდ ჩვენთან საქართველოში ძირითადად სწრაფი ეფექტი უფრო მოსწონთ ხოლმე, ტუჩის გადიდება, ცხვირი, იქ ძაფები, ბოტოქსი, მაგრამ სამწუხაროდ არავინ არ ფიქრობს მაგალითად ბიორევიტალიზაციაზე, რომელიც ძალიან კარგი დამატენიანებელი არის და ძირითადად უფრო გარეგანი მოხმარების კრემებს და მსგავს საშუალებებს იყენებენ ხოლმე, ასევე ბუსტერი. ამ ყველაფერს თავისი ასაკობრივი ესე ვთქვათ დასაწყისიც აქვს. ზოგადად ბიორევიტალიზაცია როგორც ასეთი კარგი შედეგიანი არის უფრო 28-29 წლის ასაკიდან, მაგრამ თუ ჩვენება არის შეიძლება უფრო ადრეული ასაკიდანაც დაიწყოს ქალბატონმა, არა მარტო ქალბატონმა რა თქმა უნდა, მამაკაცებიც ხშირად მოდიან ხოლმე. ბოტოქს უფრო ახასიათებს ისა ბუსტერს უფრო ახასიათებს გამაახალგაზრდავებელი ეფექტი, ან წვრილ და საშუალო ნაოჭებზე კარგად მუშაობს, უფრო კარგად ავსებს. ბიორევიტალიზაცია უფრო დამატენიანებელი ეფექტით ხასიათდება და უფრო ხანმოკლე არის ბოტოქსი, ხანგრძლივი არის. მაგრამ რა თქმა უნდა, კურსი უნდა ჩატარდეს აუცილებლად. ერთი გაკეთება ბიორევიტალიზაციის არაფერს არ უშველის კანს, ამიტომ 3-4 კურსი მაინც უნდა ჩატარდეს, რომ კარგი და ესე თვალსაჩინო შედეგი იყოს, რა თქმა უნდა. და ბუსტერი კეთდება, ანუ ერთხელ გაკეთდება, შეიძლება ერთ თვეშიც თუ ნახევარშიც განმეორდეს მეორე, რომ უფრო ხანგრძლივი იყოს ეფექტი, მაგრამ ერთი გაკეთების შემდეგ 6-7 თვე მაინც ძლებს. როდესაც გაიკეთებ 7 თვის შემდეგ თუ არ გაიკეთა ადამიანმა, ეს სიტყვაზე აღარ უნდა გაკეთება იგივე ბუსტერი თუ ბიორევიტალიზაცია და ხელი ასე ვთქვათ შეუწყო ძლიერი კარგი კრემებით. არ ექნება შედეგი? შედეგი ექნება, მაგრამ ისეთი ვერ როგორც შინაგანი, ხა ეს ინვაზიური მეთოდი არის მაინც და უფრო მეტად ეფექტური არის. ხა კრემები კი ძალიან კარგი არის, აი გამომშრალი კანი ვისაც აქვს, მაგრამ ინვაზიური მაინც სხვა ეფექტი აქვს, რა თქმა უნდა. იცით რა, თქვენ თქვით, რომ უნდა დაიწყოს დაუშვათ 28 წლის, 30 წლის ასაკით, მაგრამ აი ჩემნაირმა ქალბატონებმა, რომელიც 40+ და შეიძლება ითქვას 50+, მერე მივხვდი, რომ იცი რა, მოდი დავიწყო. ან თუნდაც 40 წლის წინ არ იყო ის პრეპარატები, რომელიც დღესდღეობით არის. ჩაქნეული მაგ ხელი აზრი აღარაა? რა თქმა უნდა მიყვეთ დაიწყოთ ეს ყველაფერი, მარტო ეს ხო არ არის, რა ქვია, ბუსტერი, სხვა ესე ვთქვათ საშუალებებიც არსებობს. გააჩინე კიდე რა პრობლემა გაქვთ თქვენ, ხო? თუ დაუშვათ წვრილი და საშუალო ნაოჭერი, როგორც წეგან ვახსენე, ამ შემთხვევაში კი, ანუ ეფექტიური არის, მაგრამ თუ გაწევთ პტოზი, მაგ შემთხვევაში ძაფებიც უნდა გაკეთდეს, ბოტოქსი უნდა გაკეთდეს და ეს კომბინირებულად უნდა მივყვეთ. ხა სწრაფად ერთად ვერაფერს ვერ მივაყრით. აი პირველ რიგში მაგალითად დავიწყებთ ბუსტერით დაუშვათ, ხო? შევამზადებთ კანს, მერე უკვე ავდგებით, გავაკეთებთ ძაფს და ჯერ ბოტოქსს და მერე ძაფს. ანუ მე ესე ვმუშაობ რა. რომ ანუ ძაფები ცოტა ტრავმული
ტრაუმული არის შედარებით და შეიძლება იმ მომენტში შეშუპება შეიძლება კი შეშუპება წამოვა, უფრო ტრაუმული არის და ამიტომ ბოტოქს და ძაბს ერთად ვერ გავაკეთებ. ზოგი შეიძლება აკეთებდეს, მაგრამ მე წინამდებგი ვარ ამ ყველაფრის, მირჩევნია ეტაპობრივად მივყვე და კარგი შედეგი დავდო, ვიდრე აი ვიჩქარო და ერთიანად მივაყარო ყველაფერი. აბსოლუტურად არ შემიძლია ვკითხო და მე გავჩუმდები. რა თქმა უნდა, ძალიან ნატუკა. ხშირად მინდა ხოლმე ეს წამოვიდა, ეს ჩამოვიდა, მაგრამ ამბობენ რომ იცი რა, როდესაც მოდით ვთქვა პუტკუნა ცხიმია ამის შეგნით, რთულია ძაფების გაკეთება, იმიტომ შეიძლება ეფექტი არ ქონდეს. მართალია თუ არა ეს? აქ რაოდენობაზე არის საუბარი. რაოდენობაზე არის საუბარი. დაუშვათ მოვიდა პაციენტი. შეიძლება თქვას პაციენტმა, იცი რა, გახდომას ვაპირებ. ამ შემთხვევაში ვაცდით, ვეუბნებით, რომ ეხლა შედეგი არ იქნება, იმიტომ რომ გახდომის პროცესში შეიძლება პტოზი უფრო წარმოვიდეს, ამიტომ ჯობია დაველოდოთ და როდესაც სასურველ წონას მიაღწევს პაციენტი, მერე უკვე შეგვიძლია რომ შევთავაზოთ კოგის ძაფები მაგალითად და ჩავატაროთ პროცედურა, მაგრამ ძირითადად ხა პუტკუნა სახის მომხმარებლობისას არ ეტყობათ ხოლმე ნაოჭები. მართალია, ზოგი ჭირი მარგებელიო, თუ ხარ პუტკუნა ნაკლებად გეთყობა ნაოჭი. აბა რა. ამ შემთხვევაში ძაფები გამხდარ სახეს უფრო სჭირდება თუ გამხდარ პუტკუნას როგორც ახსენეთ. არა, ტოზი თუ არის წამოსული, გააჩნია რამის ანუ ბარიატრიის შემდგომ ძირითადად ემართებოდ ხოლმე და ამ შემთხვევაში ძაფებს ვთავაზობთ. არა მარტო ძაფებს, სკულპტურასაც ვთავაზობთ, ხა სკულპტურას ცოტა სხვა რაღაცა არის. ნივთიერება შეყვავს ზოგიერთ ძახის თხევად ძაფს. ხო, შეყვავს ნივთიერება, რომელიც ეხმარება ელასტინის და კოლაგენის გამომუშავებაში, ანუ საკუთარი ჩვენივე და ამის ხარჯზე ხდება ბუნებრივი შედეგის მიღწევა, მაგრამ თუ ძალიან დანაოჭებული არის და ძალიან პტოზირებული არის კანი, მე მაინც უფრო ძაფისკენ ვიხრები. და რა საკიდან შესაძლებელია რომ გაკეთდეს სკულპტურა ამ შემთხვევაში? 30 წლიდან უკვე ზევით ვიწყებთ რა. აქ ჩვენებაზე არის ხა ზოგს გენეტიკური ფაქტორიც არის, ზოგს უფრო მეტად აქვს გამოხატული ამ ასაკში, ზოგს ნაკლებად აქვს გამოხატული, ამიტომ გააჩნია. თუ პტოზირებული არ არის კანი და უბრალოდ გასალამაზებლად შეიძლება ოღონდ მონოძაფებიც არის მინიმალური ჩარევით, რომ ცოტათი მოხდეს გასადავება, თუნდაც სვეტოჩის ნაოჭის აწევა მაგალითად და ესე ვთქვათ რა. ხო, მაგრამ ხო. არა, გისმენთ, ძალიან ბევრი კითხვები მაქვს, ამიტომ თქვენ დაასრულეთ. ხო, ზოგი ხა მყავყოლია პაციენტი, რომელიც აი ბევრს იყურება სარკეში და რაღაცა არ მოსწონს და წერტილებს და მილიმეტრებს დაძდებს. რა თქმა უნდა, ასეთ შემთხვევაში პაციენტს არ უკეთებთ. არ უკეთებთ, ხო? ბატონო, რა განსხვავება ძაფებს შორის? ძალიან ბევრი ძაფები არსებობს, ხო, როგორც მეც. აი განსხვავებები რა არის და თუ არის შესაფერისი ასაკთან ერთად, აი ამ ასაკისას უკვე გჭირდება რაღაცა, შეიძლება საერთოდ ძაფი აღარ დაგჭირდეს ვიღაცას. იქ სხვადასხვა არის 3 დღე არის, 4 დღე ძაფი არის. მე ძირითადად მუშაობ კოგის ძაფებით, ანუ უფრო ძლიერი, აი რა. ჩემთვის პირადად ეხა არის კიდე აფტოზაფებიც არის, მაგრამ მე ძირითადად ვიყენებ კოგის ძაფებს, იმიტომ რომ მე ეს მომწონს რა. ზოგ შეიძლება ანუ მუშაობის პროცესში მოწონდეს ექიმს აფტოზი, მე მაგალითად მომწონს კოგის ძაფები. შედეგი თითქმის ერთნაირი არის რა. მე ხარ ვარ თქვა რომ ის ესეა და ისეა თითქმის ერთნაირი. იმას ცოტა მეტი დრო ჭირდება დაუშვათ, რომ ჩაჯდეს, ჩაცხრეს, გაიშალოს და ამის რომ რაღაცა სხვაობები არის. თქვენ თქვით რომ შეშუპებაო, აი რა ძალიან ბევრს ეშინია, იმიტომ რომ რაღაცა უცხო სხეული არის, მე სად მიდის, ვიღაცამ თქვა ერთხელ თავი ამოყვა და სანამ მაგ მომენტამდე აი ეგ რო გვითხრათ და რა გართულებები შეიძლება მოხდეს. სანამ მაგ მომენტამდე მივალთ, ხო, ჯერ რა თქმა უნდა პირველ რიგში უნდა ჩატარდეს ანამნეზი, ანუ კონსულტაცია, ანამნეზი უნდა შეიკრიბოს, კონსულტაცია უნდა გაიაროს პაციენტმა, უნდა აუხსნათ ამ ყველაფრის შესახებ, ასევე მე მოვითხოვთ ალერგიულ სინჯს, ლიდოკაინზე, თუნდაც ულტრაკაინზე, იმიტომ რომ დაზღვეულები ვიყოთ ალერგიული რეაქციებისგან, უნდა აუხსნათ პაციენტს, უნდა დაითვალოს რამდენი ძაფი დაჭირდება პლუს მინუს მაინც და ამის მიხედვით უნდა დაიგეგმოს პროცედურა და მე უნდა ჩატარდეს თვითონ ეს ძაფების აჭიმვა, კი. და პაციენტთან ახსნა ხდება, რა თქმა უნდა, როგორც დადებითი, ის უარყოფითი მხარეები. ახლა უარყოფითი რაც შეიძლება მოხდეს არის შეშუპება და ეს ჩვეულებრივი მომენტი არის, ანთებითი პროცესი არის, თავარი რაც არ უნდა მოხდეს ანთებითი პროცესი. ამიტომ მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ სტერილურად გაკეთდეს ეს ყველაფერი და შესაბამისად ამას ყველაზე დიდი ყურადღება ექცევა, იმიტომ რომ ნუ მაინც სახი არის და ყველაზე პირველ რიგში უნდა იყოს ჯანმრთელობა არ უნდა დავაზიანოთ და თუ ჯანმრთელობა არ იქნება, სილამაზე რაღაც გჭირდება. თქვენ გაკეთებთ სტერილურად, მაგრამ შემდეგ უკვე პაციენტს პოსტძაფური პროცედურების შემდეგ რაღაცა სირთულეები არის მოვლის. იყო ესეთი შემთხვევა, რომ ანუ არ დაგვიჯერა პაციენტმა, წავიდა ტონალური წაისვა ეგრევე და მესამე დღეს დაიწყო უკვე ანთებითი პროცესი. ხო, ამიტომ ყველა თითოეული ნიუანსი მაქსიმალურად უნდა მოხდეს ახსნა პაციენტისთვის, რომ რაღაცა გართულები შეიძლება მოყვეს თუ არ მოვლის კარგად. იქ ბეტადინით უნდა დამუშავდეს,
იქ უნდა შეფუთული კონდეს ის ადგილი კი ბატონო. ხო, ასევე მე ვუნიშნავ ხოლმე ესე რომ ვთქვათ ელასტიური ბინტივით არის ფიქსატორი, რომელიც კარგად ეხმარება ჩაჯდომაში და ფიქსაციისთვის. სილამაზე მოითხოვს მსხვერ. ბატონო ზაზა, რომელ ზონებში არ შეიძლება ფილერის გაკეთება, იმიტომ რომ ამაზე აზრთა სხვადასხვაობაა და გვაინტერესებს. ნახეთ, ფილერის გაკეთება ყველა ზონაში შესაძლებელი არის, მაგრამ მე მაგალითად არ მიმაჩნია სწორად მკერდის ზონაზე გაკეთება. იმიტომ რომ ეს არის პლასტიკური ქირურგის უკვე პრეროგატივა. მკერდის ზონაზე რას ნიშნავს? ანუ ზოგს არის დაცილებული მანძილი აქვს, ესე რომ ვთქვათ, აი დეკოლტეს ნაწილი და ახლოს რომ მიიწიოს მაგალითად. ასევე თუნდაც საჯდომი უნდა გააკეთოს პროფესიონალმა და ექიმმა უნდა გააკეთოს და არა ვიცით უკვე ამ სფეროში რაც ხდება და როგორც ხდება, ამიტომ ყველას არ უნდა ანდონ პაციენტებმა საკუთარი ჯანმრთელობა, უნდა იცოდნენ რომ ნამდვილად ექიმთან იკეთებენ თუ არა პროცედურას. თორე როგორც ასეთი გართულება მედიცინაში ესე მარტივი არ არის, ყოველთვის ესე ორჯერ ორი თხი ესე მარტივი არ არის. ნებისმიერ პროცედურას შეიძლება მოყვეს გართულება, თავარი არის რომ სწორი მიდგომა იყოს, სწორი პრეპარატის ქსოვილში და დასმა იყოს, რა ცხვირიც ძალიან ყველაზე საშიში ზონა ცხვირი არის. აი ზუსტად ეს უნდა მეკითხა, ეს სწორად დასმა იყოს, იმიტომ რომ არის ხო რაღაცა რომ შემდეგ უკვე ისეთ გართულება შეიძლება საერთოდ ლპობა წავიდეს. იშემია, ანუ ემბოლია, რომელიც ანუ ხდება თვითონ ფილერის სიზარღვში და სიზარღვის მიერ როდესაც ვეღარ ტარდება და ვეღარ ხდება უშუალოდ ლოკალური ადგილის კვება სიზარღვის მიერ, მერე უკვე იწყება იშემიური პროცესი. და აი იშემიური პროცესი როცა იწყება, ხო, ეს არის ყველაზე ცუდი ჩვენთვის. რა თქმა უნდა, გამოცდილი ექიმი ეგრევე მიხვდება თუ ანუ დაიწყო გათეთრება იმ ლოკალურ ადგილზე, ან ზედაპირზე. კი, შესამჩნევი არის ექიმი მიხვდება. ამიტომ ეგრევე დამშრელი არსებობს ანტიდოტი, ეგრეთ წოდებული ჰიალურონიდაზა, რომელიც შეყავს და იმ მომენტშივე ვშლით, მაგრამ პაციენტი აუცილებლად კონტროლის ქვეშ უნდა იყოს და ამიტომ ექიმი ვალდებულია ყოველთვის მოიკითხოს და დაიბაროს ეტაპობრივად, ნახოს რა მდგომარეობა არის, შეიძლება რაღაცა ნაწილაკი გამოეპაროს და იმანაც კი გამოიწვიოს ანთებითი პროცესი. ამიტომ ანტიბიოტიკოთერაპიაც საჭირო არის სისხლის გამათხელებელი, ანუ მოკლედ ბევრი ნიუანსი არის. თავარი რომ პროფესიონალ ექიმთან უნდა მეხვიდე, ვისაც აქვს ძალიან დიდი გამოცდილება და ხალხს გონია რომ ეს მარტივი სფერო არის, მაგრამ არ არის მარტივი სფერო, ამას აქვს ძალიან დიდი ნიუანსები და სიფრთხილით მუშაობა ჭირდება ამ ყველაფერს. ეს შორიდან ყველაფერი ლაითი ჩანს. არა, ხო, არა, ნამდვილად ეთანხმებით აბსოლუტურად. რამდენად შევა გვინდა ახლა გავცეთ მაყურებლისთვის კერძზე რამდენად მიზანში წოლილია ამის გაკეთება. კერძზე მიმართონ პლასტიკურ ქირურგს, საჯდომზეც პირველ რიგში თუ დაუშვათ არ უნდათ ოპერაციის გაკეთება იუარჯიშონ და ვარჯიშის შედეგად მიაღწიონ შედეგს, მაგრამ თუ უკვე ვეღარაფერი, ანუ ფილერი არის ბოლო გამოსავალი, იმიტომ რომ არის ზოგი ალერგიული ვერ იკეთებს, ზოგი შიშარა არის ვერ იკეთებს, ზოგს არ აქვს ლიპოფილინგს რო ეძახიან საკუთარი ცხიმის გადანერგვა, ანუ არ აქვს ცხიმი და იმო, მე უკვე საბოლოო არის რომ ფილერით უნდა მოხდეს კორექცია, მაგრამ უნდა მოხდეს კორექცია და არა გადასიება, იმიტომ რომ ფილერი მყარი ნივთიერება არის, შესაბამისად არ უნდა მოხდეს იქ სიზარღვების კომპრესია, არ უნდა წავიდეს და შედეგები მოხდება, ხო, რა პლუს კიდე ვიცით ჩვენ ძალიან კარგად რომ ფილერს ახასიათებს მიგრირება. ეხლა წარმოიდგინეთ სახეზე, სადაც შეუძლია მიგრირდეს, საჯდომი კუნთი ყველაზე დიდი კუნთია და წარმოიდგინეთ, ანუ თუ არასწორად მოხდა ამის დასმა, შეიძლება ჩამოვიდეს. რა მოყვება მიგრირებას ამ შემთხვევაში? მიგრირებაზე, ანუ დავა ფეხებისკენ და შეიძლება ვენების უკმარისობა წავიდეს. ეს ყველაზე ისეთია. ეხლა არ შევაშინოთ მაყურებელი, რა თქმა უნდა, ამიტომ ვიძახი რომ არა, პირიქით აუცილებელია ინფორმირება. ვამბობ რომ უნდა გააკეთოს ექიმა გამოცდილმა, რომელიც ამ სფეროში უკვე წლები არის და ექიმი არის ნამდვილად და არა ვიღაცა და უნდა გააკეთოს კორექცია და არა შევსება, ასე ვთქვათ, ზედმეტად. როგორც ბრძანა გადავსება, ბატონო. ამიტომ სამწუხაროდ ჩვენ სფეროში და მაყურებელს არ აქვს ამ სფეროში გამოცდილება და განათლება, ამიტომ აქვე გამიჩნდა უბრალოდ შეკითხვა, მამაკაცებიც მოგმართავენ. აი ეს მაინტერესებდა. მართლა მაინტერესებს, იმიტომ რომ რაღაც ყურს მოკრულა ხო, მე რაღაცებისთვის. ბოტოქსებზე არ არის, საუბარია ძალიან კარგია. ფილერზე არის. ფილერზეც კი, ანუ პრიმალი, ოვალი, ანუ კი. და რამდენად ოვალზე ჩვენ შეგვიძლია გავაკეთოთ, აი ვისაც ცოტა სამკუთხედი სახე დაშებული ვისაც აქვს, რომ ოვალი გამოვკეთოთ და კარგი ბრუტალური ვიზუალი რომ მივიცეთ მამაკაცს. აჰა, და აქაც არის ხომ რა თქმა უნდა, გვერდით მოვლენები. ყველაფერში, აი წერანაც შეიძლება ბუსტერითაც კი დაგემართოს, იშემია თუ არასწორად არასწორად არის გაკეთებული. კუნთებისთვის უიყენებენ ფილერს მამაკაცების შემთხვევაში. კუნთების შესავსებად მაგალითად გამიგია ჩვენ არ ვაკეთებთ რა თქმა უნდა, მაგრამ იგივე უკაცრავად და კერდის ზონაზე იკეთებენ. აი ბოდიბილდი
ბოდიბილდინგში გამიმდინარე ეკეთებენ. ეგ მაინტერესებდა. აუცილებლად უნდა კითხოთ, მამაკაცებთან უფრო შედეგიანია და გვია რომ დაიწყოს მამაკაცმა ასე ვთქვათ, იგივე ფილერი და ბოტოქსი უფრო აქვს შედეგი და ქალბატონს ნაკლებად. ნახეთ, ტუჩის შემთხვევაშიც, ცხვირის შემთხვევაშიც ადრე იყო ესეთი ის, რომ აი მამაკაცის ფილერი, ქალის ფილერი, ეგრე არ არის, ანუ ფილერი არის ფილერი. აქ უკვე სხვაობები არის იქ ჰიალურონის შემცველობაზე, შედეგი რამდენად უფრო დადგება? შედეგი უფრო ნაკლები არის მამაკაცებში, ვიდრე ქალებში, ნუ ტესტოსტერონი რაღაცა ის. იგივე 40+ მამაკაცი და ქალბატონი რომ მოვიდეს, შედეგი ზოგადად, აი ნახეთ, ინდივიდუალური არის ფილერის ქონა ნებისმიერ ზონაზე რა. ინდივიდუალური არის გაწოვა. პაციენტი რომ მოდის, პაციენტს გონია რომ всё, ფილერი გაიკეთა 2 წელი ექნება. არ არის. ზოგ შეიძლება 1 თვეში და 2 თვეში გაიწოვოს და ზოგ შეიძლება 1 წელი ქონდეს, ხა ყოფილა შემთხვევა 2 წელიც ქონია და ლამაზად ქონია ის ფორმა. ასევე არ შეიძლება გადავსება, ესე რომ ვთქვათ, ტუჩის ზონების, ხა პაციენტის ჭკუაზე არავინ არ უნდა იაროს რა. თუ მოვიდა და შეხედე რომ იცი რა მიგრირებისკენ მისდის უკვე პაციენტს. ტუჩები ხო, თუნდაც ყველაზე აქტუალური ეხა ტუჩები არის, ხო და მაგ შემთხვევაში უნდა აუხსნა, რომ იცი რა, თუ გაიკეთებ და დაიმატებ, გაგიხდება დასაშლელი. და ეს უკვე და რო აუხსნი, უკვე ძალიან დიდი მადლობა. ძალიან დიდი მადლობა. მნიშვნელოვანი ინფორმაციებისთვის. თქვენი სტუმრობა ყოველთვის საინტერესოა, უღრმესი მადლობა, მთავარია. ესე იგი სილამაზე მოითხოვს ხერხს და რა მთავარია, ეს მსხვერპლი პროფესიონალთან და აბა რა. რომ დიდი მადლობა ბატონ ზაზას. ერეკეთ მადლობა მოწვევისთვის და გილოცავთ წინასწარ. დამდე გაგდგომას, ჩვენც გილოცავთ. გილოცავთ. ახლა კი რეკლამაზე გავალთ და ძალიან მალე დაგიბრუნდეთ. საინტერესო სტუმრებით.